დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილშიც ჩვენ საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე ვისაუბრებთ, ჩანაცვლების თერაპიის პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, რომლის შესახებაც ჩვენ ირაკლი კობახიძის მხრიდან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ და ახლა გადაცემაში ჩაგვერთვება ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე. მოგესალმებით ბატონ გიორგი და მე ამ თემასთან დაკავშირებით მინდა მოვისმინოთ თქვენგან ევროპაში ჩანაცვლების თერაპიის რა პრაქტიკა არსებობს და როგორია თქვენი შეფასება და თქვენი დამოკიდებულება იმ მიდგომაზე, რომელიც საქართველოში გვაქვს. კი ბატონო, მოგესალმები კიდევ ერთხელ, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. მე ჩემი ევროპაში ჟურნალისტური პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან კარგად და ახლოს ვიცნობ ჩანაცვლების პროგრამებს და ჩანაცვლების სისტემებს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ როდესაც ეს ყველაფერი თქვათ ევროკავშირის ქვეყნებამდე მიდის, მანამდე ეს განიხილება ევროსტრუქტურებში, ევროპარლამენტში დირექტივებია, ზოგი ქვეყანა იღებს ამ დირექტივებს, ზოგი ქვეყანა არ იღებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მკაცრი კანონები არის ჩანაცვლების პროგრამაზე საფრანგეთში, მაგალითად ფრანგები ძალიან ჯერთი რომ ნარკოპოლიტიკა არის ძალიან მკაცრი საფრანგეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით და ასევე ჩანაცვლების პროგრამას სრულიად სახელმწიფო იღებს თავის თავზე, თუმცა სახელმწიფო როგორ იღებს იცი, ექიმებს აძლევს, ესე ვთქვათ, კვოტებს და ლიმიტებს სპეციალური ექიმები, ფსიქიატრების, აუცილებლად ფსიქიატრის დაკვირვების ქვეშ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, პლუს ნარკოლოგის დაკვირვების ქვეშ და მას ძალიან მკაცრი რეგულაციებით ეძლება ეს ჩანაცვლებითი პროგრამა. ასეთი ცენტრები საფრანგეთში, როგორც საქართველოში ან ევროპის სხვა ქვეყნებში მეტადონის პროგრამები ჩვენ არ აგვაქვს, აქ თვითონ ექიმთან მიდიან ეს ჩანაცვლების პროგრამაში ყოფი პიროვნებები, თუმცა ძალიან ნაკლები არის საფრანგეთში, ესე ვთქვათ, მძიმე ნარკოტიკებით ჩანაცვლების პროგრამაში მყოფი პიროვნებები. ჩვენ გვახსოვს ის ბუმი 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც სუბუტექსი შემოდიოდა საქართველოში და ამას იყენებდნენ ნარკოტიკად საქართველოში, თუმცა ეს მედიკამენტი საფრანგეთში ჩანაცვლების პროგრამაში არ არის. ის არის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ანალგეტიკი, რომელიც რეცეპტით იყიდებოდა საქართველოში, მაშინ რა ქვია, საფრანგეთში და რატომღაც მე ამათმა ჩვენებმა ხო იცი მიაგენეს იმას, რომ ამით ეიფორიაში ჩავარდნა შეიძლება და აწერინებდნენ იმას, რა ქვია, ამ ტკივილ გამაყუჩებელს და ის მოდიოდა და იყიდებოდა საქართველოს ბაზარზე როგორც ნარკოტიკი, თუმცა ეს არის ანალგეტიკების, მძიმე ანალგეტიკების ოჯახის მედიკამენტი. რაც შეეხება ბელგიაში ისეთ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალურად განწყობილ ქვეყნებში, როგორც არის, მე განსაკუთრებით კარგად ვიცი პორტუგალიის სიტუაცია, განსაკუთრებით კარგად ვიცი ბელგიის სიტუაცია და ნიდერლანდების სიტუაცია, ხო? უფრო ნაკლებად გერმანიის მდგომარეობა, იქ ჩანაცვლების პროგრამებისთვის არის სპეციალური ცენტრები, მე როგორც მახსოვს, საქართველოში პირდაპირ გადმოიღეს პორტუგალიური და ბელგიური მოდელი ჩანაცვლების ცენტრი უნდა ყოფილიყო და ამ ცენტრში მიდიოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ისევე როგორც აქ არის და ფსიქიატრის და ნარკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. და ეს უნდა ყოფილიყო გაწერილი პროგრამა, მაგალითად ბელგიაში გაწერილი პროგრამა არის ექიმი უნიშნავს მისი პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაც დაუშვათ 10 მილიგრამს ან 20 მილიგრამს მეტადონს და ყოველ კვირაში ეს მოდის ქვემოთ და პროგრამა ემაშება, რა ქვია, რასაც ჩვენ საქართველოში ვერ ვხედავთ სამწუხაროდ, საქართველოში რაღაცა ერთ დოზაზე რო დაждდა სულისა აქ და არის, ხო? აქ თუმცა ამას მკურნალობის სხვადასხვა ესნია მიდგომებია აქ. საქართველოში სხვათა შორის აი რატომ ვამბობ, რომ ჩვენთან იყო ესეთი ლიბერალური და მე ერთი ფრანგული მოდელის მომხრეცა ვარ და მომხრე ვარ რამეს, რა ქვია, ლიბერალურისაც გააჩნია მოცემულ არეალში და მოცემულ სიტუაციაში როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, ხო? ბელგიაში მაგალითად და საფრანგეთში ეს
კერძო ფირმების პრეროგატივა იმის გარანტიით, რომ იქ მყოფი პაციენტების პირადი მონაცემები არ უნდა გამჟღავნდეს. რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მაშინ რა ქვია ბელგიაში, ჰოლანდიაში და პორტუგალიაში. ამბობენ რომ თუ ჩვენ სახელმწიფო ამას ყველაფერს თავის თავზე აიღებს, პაციენტების ინტიმურობა, პაციენტების ესე ვთქვათ, ფარულობა იქნება ესა რა ქვია დარღვეული. სამაგიეროდ, როდესაც ეს გადმოდის კერძო ფირმებზე, კერძო ფირმები სისხლის სამართლის კანონმდებლობით ვალდებულდებიან, არიან ვალდებულკაცად, რაღაცა სულელური სიტყვების ვალდებულდებიან, არიან ვალდებულნი, რომ მათ პაციენტების ინტიმურობის, ესე ვთქვათ, მათი ფარულობა დაიცვან, ანუ გარანტირებულად დაიცვან. ანუ სახელმწიფო ესენი პორტუგალელები ამბობენ, რომ სახელმწიფო აქვს თავისი ცდუნება, რომ რაღაცა манипуლირება მოახდინოს ნებისმიერზე. როდესაც მას ეს ბერკეტი ექნება ხელში, მან შეიძლება манипуლირება მოახდინოს ჩვენს პირად ცხოვრებაზე, ჩვენს მასე. იგივე ხდება ბელგიაშიც და იგივე ხდება მაშინ საქვია ნიდერლანდებშიც, ხო? თუმცა ჩვენ კანონით ვავალდებულებთ მას აქვია კერძო ფირმებს და იმ ასოციაციებს, რომლებიც ამით არიან დაკავებულნი, რომ მათი ესე ვთქვათ ფარულობა არ გამჟღავნდეს. საქართველოშიც მე მგონი ესე იყო, თუმცა რატომღაც ესე ჩამოყალიბდა, რომ სააკაშვილის დროსაც ამ რა ქვია ჩანაცვლებით პროგრამაში მყოფი პიროვნებებით манипуლირებდა სახელმწიფო და ქართული ოცნების პირობებში სულ ამაზე არის საუბარი, რომ ჩანაცვლების პროგრამის წარმომადგენლებით მიდის манипуლირება და ზუსტად ის რისკები ამოტივტივდება ამ წუთში, ეს რა ქვია, ჩემს გონებაში, ჩემ გონებაში და ყველა ნორმალური ადამიანის გონებაში, რაზეც ბელგიელები, მაგალითად ნიდერლანდელები, ჰოლანდიელები და პორტუგალიელები აძლევენ კერძო ფირმას, რა ქვია, კომპანიებს კაცრი კონტროლის ქვეშ მართონ ესნა ჩანაცვლებითი პროგრამები. აი ეს რისკები იმ წუთშივე ამოტივტივდა ეხა საქართველოში, როდესაც სახელმწიფომ აიღო თავის თავზე ესა რა ქვია პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე. ესე იგი ამ გადაწყვეტილებაში თქვენ ხედავთ რაღაც კონკრეტულ რისკებს და საფრთხეებს? რა თქმა უნდა, ჩვენ ამის რისკები გვაქვს. ამის რისკებისგან დაცული ვარ ჩვენ ევროპაში. ამაზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მიდის საუბარი. ყველანი ადამიანები ვართ და ცდუნებისგან არავინ არა ვართ ესა რა ქვია დაცულები, თუნდაც ეს მოწყვლად ესენი ჩანაცვლებით პროგრამაში არსებული მყოფი ადამიანები ყველა ქვეყანაში მოწყვლად ჯგუფებად არიან წარმოდგენილები, ხო? ამიტომ რომ არ მოხდეს ამ ადამიანებით манипуლირება, ამიტომ ეს არის ძალიან მკაცრად კონტროლირებადი და ძალიან მკაცრად გარანტირებული ამის ყველაფერი, ხო? კიდევ ამბობ, თუმცა საფრანგეთში კიდევ ვიძახი, რომ აქ არ არის ცენტრები, აქ არის ექიმები და ექიმს ნებისმიერ ექიმი კონტროლდება იქ და რაღაცა რამდენი გაცა, როგორი გაცა იქ ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ არის. აქ ყველა ექიმი ამას ვერ გაცემს, რა თქმა უნდა, ამას სპეციალური ფსიქიატრი და ნარკოლოგი ჭირდება და ამიტომ თვითონ იმ ნარკოლოგთან მოხვედრაც კი ძალიან რთულია, იმდენი მერიაში ეს რა ქვია ანალიზები უნდა გაიარო, შემოწმება უნდა გაატაროს და ასე შემდეგ და ისე მივიდეს იქამდე. ძალიან მკაცრად კონტროლდება ეს ყველაფერი. მაგრამ აი ეს რისკები რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული, ამიტომ მიწეს ევროპა, ამიტომ იყო საქართველოში, ახლა მე ვიცნობ რამოდენიმე ნარკოლოგს საქართველოში, რომელიც არც ამხელდნენ მაშინ, ძალიან პატიოსნად მუშაობდნენ და ძალიან პატიოსნად ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა ცდუნებისგან ჩვენ არა ვართ არავინ რა ქვია დაზღვეულები. აი ეს არის, მე რამოდენიმე რეპორტაჟი მაქვს ამაზე გაკეთებული ბელგიაში, რამოდენიმე რეპორტაჟი მაქვს გაკეთებული ამ თემაზე მაშინ რა ქვია ჰოლანდიაში და ვიცი რომ აი მე მინახავს ადამიანები ლიზა, რომლებიც 20 წელია ამ პროგრამაში არიან.
ვაგონია რომ ეს ძალიან ძიმე დაავადებას განეკუთვნება ნარკომანია, ხო? აი 20 წელი არის მეტადონის პროგრამაში, ჩანაცვლებით პროგრამაში, ხო? ის ვერ გამოდის, ის არის მისი ცხოვრების, აი იმით ცოცხლობს ეს ადამიანი, ხო? ამიტომ ძალიან რთულია ახლა ჩვენ ამ ადამიანებზე რაღაცა манипулირება მოვახდინოთ, რაღაცაში გამოვიყენოთ. ამიტომ არის ეს ყველაფერი, რომ მე მაინც მიმაჩნია, რომ კერძო კლინიკებში ამის გაკეთება უფრო თუ ჩვენ რა თქმა უნდა კანონმდებლობას შევცვლით ამის და მიხედვით და კონტროლის მექანიზმს კონტროლის მექანიზმებით კერძო კლინიკებში თქვათ გაზრდილიყო კონტროლი და ასე შემდეგ ხელშეწყობა თუნდაც ან ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება და დარჩენილიყო ძველი მოდელი, თუმცა ვიგებთ რომ სახელმწიფო სრულად აიღებს ამ ყველაფერს საკუთარ თავზე და ეს კონტროლი სახელმწიფოს და ასე ვთქვათ პასუხისმგებლობაზე გადავა და ამ ნაწილშიც მინდა გკითხოთ რამდენად ვთქვათ არის სახელმწიფო ამისთვის მზად და არის თუ არა რესურსი ვთქვათ სახელმწიფოს მხრიდან პროფესიონალებით ასე ვთქვათ დაკომპლექტებული იგივე კლინიკები რომელიც ვთქვათ უზრუნველყოფს აი ამ ვთქვათ უწყვეტ რეჟიმში უნდა მოხდეს ალბათ ხომ ეს ყველაფერი იმიტომ რომ პაციენტები რომლებიც თერაპიაზე იმყოფებიან რაღაცნაირად არ უნდა დადგნენ ამ საფრთხის წინაშე რომ რამდენიმე ვთქვათ რამდენიმე პერიოდი რამდენიმე ხანი გაურკვევლობაში იყვნენ და ასე შემდეგ იგივე იქ საუბარია იმაზე რომ ქალად გარეთ უნდა გავიდეს ეს ცენტრები და ვთქვათ ესეც ძალიან სერიოზულ ასე ვთქვათ პრობლემასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად სამსახურში მისვლამდე ვთქვათ დილით მიდიან რომ აიღონ ეს პრეპარატი და შემდეგ ვთქვათ ან 2 დღეში ერთხელ მიდიან ხოლმე და ხელზე გატანება ხდება ხო რაღაცა პირობებით. აი ამ შემთხვევაში არის თუ არა ვთქვათ აი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებასთან დამატებითი რაღაც ვთქვათ კითხვები და საფრთხეები. კი ბატონო, სწორად დასვი კითხვა, იმიტომ რომ მეც აბსოლუტურად იგივე კითხვა გამიჩნდა, როგორც კი ეს გადავიდა სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ, აბსოლუტურად იგივე კითხვები. ჩვენ გვაქვს თუ არა სახელმწიფოს აქვს თუ არა უკვე იმისი გეგმა და იმისი შესაძლებლობა და იმისი პოტენციალი, რომ კერძო კლინიკებიდან გადმოყვანილი თავისი ესე ვთქვათ კოლგის ქვეშ მოქცეული ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტები დააკმაყოფილოს და უზრუნველყოს ყველა ის გარანტიები, რაც ამ ტიპის ავადმყოფებისათვის არის საჭირო და აუცილებელი, ხო? ჩვენ გვაქვს კი ამისი შესაძლებლობა ტექნიკური, მატერიალური და ასე შემდეგ, რომ ხვალ აი წამოვიდა უკვე ეს რა ქვია პაციენტი მივიღოთ ის მას უმკურნალოთ, მას მეორე მომენტი სწორად აღნიშნე შენ და ეს ჩემთვისაც ეს იყო ძალიან დიდი კითხვა რატომ ქალაქგარეთ? რატომ ქალაქგარეთ? ხომ უფრო მოსახერხებელია ამ ადამიანებისთვის? რა თქმა უნდა. კიდევ ვამბობ, აი ბელგიის მაგალითი მოვიყვანოთ, აი იდეალურ მაგალითად ბელგიის მაგალითი მოვიყვანოთ, ხო? აი სექტორების მიხედვით არის აქ დაყოფილი იმის გამო, რომ აი რაღაცა აი ეს არ იყოს დიდი მასა არ მიაწყდეს და რაღაცა ქუჩაში ამის დანახვა და ხილვადი არ იყოს და მათი ინტიმურობა იყოს გარანტირებული, სექტორებად არის დაყოფილი, რა ქვია, ბელგიის ის ქალაქები, ის სოფლები და ის რაიონები, სადაც ეს ჩანაცვლებითი პროგრამები არის დანერგილი, სადაც მიდიან და ისინი აი ყველა თვითონ იმ პაციენტსაც შეიძლება არ უნდა რომ დაინახონ არის თუ არა ესე მასში რა ქვია ჩანაცვლებით პროგრამაში და ქალაქგარეთ აი წარმოიდგინე ერთი ცენტრი გახსოვს თბილისში და მთელი ეს რა ქვია პაციენტი მიაწყდა და მივიდა და არის რიგი რაღაცა ესა აი ძალიან მოუხერხებელია ხო აი სწორად თქვი შენ სამსახურში ხარ კიდევ ვამბობ აი მე კიდევ ვიმეორო როცა რეპორტაჟს ვამზადებდი ეს ჩანაცვლებითი თერაპია არის აი
დიდი პერიოდს ზოგიერთ პაციენტს ძალიან დიდი პერიოდი ემაშება, ხო? ის მუშაობს სამსახურში უნდა წავიდეს დილა, ამით უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ეს არის მისი დოპინგი, მისი წამალი, მისი ცხოვრების წესად არის ქცეული, ხო? აი როგორ გინდა შენ, კაცი რომელიც 9 საათზე ან 10 საათზე უნდა წავიდეს სამსახურში, უნდა გავიდეს თქვა ქალაქ გარეთ, სადღაც და იქ ჯერ ტრანსპორტით უნდა მივიდეს, მერე ტრანსპორტით უნდა წამოვიდეს, დაკარგავს დროს, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება ამ მიმართულებით და ზუსტად ის კითხვები მიჩნდება მე, რაც აი წინა შეკითხვის დროს თქვი, რომ აი ხომ არ არის ეს რაღაცა ამ ადამიანებით манипуლირების მექანიზმებზე ხომ არ აქვს ჩვენ რაღაცა ეს ეჭვები მიჩნდება მე ძალიან ამ ყველაფერს. რატომ შეიძლება კონდეს ხა დაინტერესება სახელმწიფოს ამ ადამიანებზე манипуლირების? აი ეს ვერსიაც რომ განვიხილოთ, თქვათ, აი რა შეიძლება ამის რეალური მიზეზი იყოს, რას ფიქრობთ? განვიხილოთ პორტუგალიის მაგალითად. პორტუგალიელებმა თქვეს, რომ ჩანაცვლებით პროგრამაში მყოფი პიროვნებები შესაძლებელია იყვნენ გამოყენებული არჩევნების დროს. მე შენ ან გაგიზრდი ან არ მოგცემ იმას, რა ქვია, შენ დოზას და ამით დაგავალდებულებ, რომ შენი ნათესავები შენი ეს ახლა მით უმეტეს საერთოდ ხმელთაშუა ზღვის აუზის სამხრეთულია ხალხი თითქმის ყველანი ერთი და იგივე მენტალიტეტისა ვართ, ხო? პორტუგალიაში ზუსტად დაახლოებით ისეა, როგორც ჩვენთან იგიმის ნათესავია, აქამის ბიძაშვილია, ყველას ისნო ამის ხატრია ემეს ეს არის და ყოველ შემთხვევაში ასეთი რისკი არსებობდა. ჩვენს გვაქვს ასეთი რისკი, ამიტომ რომ იქნეს ეს ყველაფერი გამორიცხული და სულ ამაზე მიდის, თან ყველა არჩევნებზე მიდის ამაზე ლაპარაკი, რომ რაღაცა სახელი დაარქვეს მეტადონშიკები, თუმცა იქ მეტადონის პროგრამის გარდა არის უმამრავი სხვა პროგრამები, მაგრამ რაღაცა ესეთი როგორც საქართველოში კომუნისტების დროს და ყველა ნარკომანი იყო მორფინისტი, ისე დაარქვეს ამათ მეტადონშიკები და ეს მეტადონშიკების რაღაცა აი ყველა არჩევნებზე მიდის ეს ლაპარაკი, რომ იქ მეტადონშიკები მიიყვანეს, იქ მეტადონშიკები წამოიყვანეს და ამიტომ ჩვენ თუ ეს ყველაფერი ამაზე ეჭვები გქონდა, როდესაც კერძო კლინიკებში იყო ეს გადანაწილებული, შენ წარმოიდგინე როგორი ეჭვები გაჩნდება, როდესაც სახელმწიფო აიღებს ამაზე ვალდებულებას, ხო? კიდევ მეორე, ერთი მხრივ ეს არის ძალიან კარგი და მეორე მხრივ ეს არის ძალიან დიდი რისკების შემცველი, რომელზეც ჩვენ აი შეიძლება ემასაც აი ეხლა ვამზადებ ზუსტად იმას რა ქვია რეპორტაჟს ევროპის ქვეყნებში, რომელ ქვეყანაში არის აკრძალული და დაშვებული იმას რა ქვია ვიდეო გადაღებები სასამართლო პროცესებზე. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში, იტალიაში და ესპანეთში არის ესა და გერმანიაში. არა იმიტომ რომ დემოკრატია, არამედ იმიტომ რომ მოწმეების დაცვაზე არის ლაპარაკი, ისტორიული წარსულისგან გამომდინარე, რომ ეს მოწმეების დაცვა მოხდეს. იქ სხვა მექანიზმებია ჩადებული ვიდეოს გარდა, იქ მთელი ის გადაეცემა ჟურნალისტებს და იქ კითხვები აჩნდება და არ იბადება. მაგრამ ჩვენთან ეს არ იმუშავებს და აი ყოველთვის გაჩნდება ამის კითხვები რა, გამიგერა. გასაგებია. მადლობა, ბატონ გიორგი, ვნახოთ როგორ იქნება ამ თემის გაგრძელება, როგორ მოხდება ეს ყველაფერი პრაქტიკაში, როგორ წარმართავს ამ ყველაფერს სახელმწიფო და ჩვენ მომავალშიც გვექნება მსგავს საინტერესო თემებზე საუბარი. უღრმესი მადლობა გაეცემაში მონაწილეობისთვის გიორგი ფოფხაძე, ჟურნალისტი, საკუთარი, ასე ვთქვათ, ევროპული გამოცდილებით და საერთაშორისო გამოცდილებით ამ თემასთან დაკავშირებით ჩაგვერთო გადაცემაში. მადლობთ რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. მე არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ რამდენიმე წუთში ინტერაქტივით შემოგერთდებით პირდაპირ ეთერში.